როგორ უნდა დავიმახსოვროთ სიტყვები? არ მოგატყუებ და არ გეტყვი, რომ სიტყვების დამახსოვრება ადვილია. ერთ-ერთი ყველაზე რთული რაღაცა ენის შესწავლის პროცესში, ყველასთვის ასეა. კარგი კურსი და მასწავლებელი შეიძლება ძალიან დაგეხმაროს სიტყვების და ფრაზების დამახსოვრებაში, მაგრამ ძირითადი საქმე მაინც შენი გასაკეთებელია. მაგრამ არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტურია და ზუსტად ამ მეთოდს ვიყენებთ სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსში, რომელიც არის ძალიან დატვირთული ლექსიკით. დაახლოებით 2000 ახალი სიტყვა, ფრაზა, ფრაზულიზმნა და იდიომა შედის თითოეული დონის კურსში. ახლა შენ მეტყვი რომ ამდენი სიტყვის დამახსოვრება ორთვიან კურსში ფაქტობრივად შეუძლებელია, ხო? ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ თუ ამ მეთოდს გამოიყენებ და თუ ყოველდღიურად მიყვები, ძალიან შესაძლებელია. რა არის ახლა ეს მეთოდი? ეს არის მეხსიერების ბარათები, ანუ ფლეშკარდები. ადრე ესე სწავლობდნენ, რომ ნამდვილი ბარათები ქონდათ და ესე ეჭირათ ეს ბარათები და ატრიალებდნენ ერთ მხარეს განმარტება ეწერა, მეორე მხარეს სიტყვა და ცდილობდნენ რომ გამოეცნოთ რა სიტყვაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ ხო 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და გვაქვს არაჩვეულებრივი ფლეშკარდ აპლიკაცია, რომელსაც ვიყენებთ ექსპრეს კურსზე. გარდა იმისა, რომ ელექტრონულ ბარათებს ატრიალებ ამ აპლიკაციაში, ძალიან მაგარი რაღაცა რაც აქვს ამ apps, არის ჭკვიანი ალგორითმი, რომელიც სწორი ინტერვალებით გამეორებინებს სიტყვებს. თუ შენთვის სიტყვა ადვილია, მაშინ შედარებით გვიან გაგამეორებინებს, თუ რთულია ეს სიტყვა შენთვის, მაშინ უფრო მალე გაგამეორებინებს და რამდენიმე გამეორების მერე ეს სიტყვა გადადის გრძელვადიან მეხსიერებაში. შენგან ერთადერთი რაც არის საჭირო, არის ის, რომ ყოველდღიურ რუტინად გაიხადო ამ აპლიკაციაში შესვლა, რაღაც 10 წუთი, 5 წუთი, 15 წუთი, როგორც მოახერხებ და მიყვე ალგორითმს, დარჩენი ალგორითმი იზამს ყველაფერს შენ ნაცვლად. გარდა ამისა, აპლიკაციას აქვს სხვადასხვა მოუდები, ანუ რეჟიმები. თითოეულ დასტას მოყვება, მაგალითად learn mode, test mode და ასე შემდეგ, სადაც შეგხვდება სავარჯიშოების სავარაუდო პასუხებით, true და false-ები, ჩასაწერი სავარჯიშოები, რომ უნდა გამოიცნო ეს სიტყვა და ჩაწერო. მოკლედ, იმდენნაირი მეთოდი აქვს სწავლის, რომ აუცილებლად იპოვი ისეთ მეთოდს, რომელიც ზუსტად შენთვის არის ზედგამოჭრილი და ძალიან ეფექტური. შემდეგ ეს ახალნასწავლის სიტყვები პრაქტიკაში გადმოგაქვს უკვე უცხოელ მასწავლებელთან, შემდეგ ეს აპლიკაცია საჭირო ინტერვალებით ისევ გამეორებინებს, არ მოგეშვება მანამდე სანამ არ დაგამახსოვრებინებს, კურსის მერეც შეგიძლია შენ თარჩება ეს აპლიკაცია და შეგიძლია გააგრძელო ამ სიტყვების გამეორება, სანამ საბოლოოდ არ დაიმახსოვრებ. მოკლედ, შენ თავარია მოინდომო და სწორი მეთოდი შეარჩიო სასწავლად და ყველაფერი შესაძლებელია. გელოდებით ექსპრეს სასაუბრო კურსზე.